1960 წლის 5 მარტს ალბერტო კორდამ, მოდურმა კუბელმა ფოტოგრაფმა ჰავანაში სამგლოვიარო მიტინგზე 31 წლის რევოლუციონერ მარქსისტი გადაიღო. სამგლოვიარო მიტინგი თფომავალ ლა კუვრის დაღუპვას ეძღვნებოდა, რა დროსაც 75 ადამიანი დაიღუპა. მართალია ჩაძირვის მიზეზი დაზუსტებული არ ყოფილა, ფიდელ კასტრო მომხდარში ამერიკელებს ადანაშაულებდა. მიტინგის შემდეგ გაზეთმა რევოლუციონ, სადაც კორდა მუშაობდა, ფიდელ კასტროს და სხვა მაღალჩინოსნების ფოტოები გამოაქვეყნა. აი ჩე გევარას ფოტო კი დაიკიდა. მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო წლებში ეს ფოტო რამდენჯერმე დაიბეჭდა სხვადასხვა კუბურ თუ ევროპულ გამოცემებში. რაღაც განსაკუთრებული ყურადღება მას მაინც არ მიუპყრია. 7 წლის შემდეგ მემარცხენე იტალიელი გამომცემელი ჯან ჯაკომო ფელტირნელი ჰავანაში ყოფნისას ამ ფოტოთი დაინტერესდა და კოდრასგან უფასო ასლი მიიღო. იმავე წელს, როდესაც ბოლივიაში ბრძოლისას ჩე გევარა მოკლეს, ფელტრინელიმ ამ ფოტოსგან პლაკატები დაბეჭდა და მას გერილიერო ეროიკო, ანუ გმირი პარტიზანი უწოდა და სწორედ ეს ასლები გავრცელდა მალე მსოფლიოში ელვის სისწრაფით და იქცა რევოლუციის და ახალგაზრდული ბუნტის სიმბოლოდ.